გავრილოვის ღამის საქმეზე 6 წლის შემდეგ რუსთაველზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციამ გამზირი გადაკეტა. პროკურატურის განცხადებით გამოძიების შემდეგ შესაძლებელი იქნება სრულად აღდგეს დანაშაულის სურათი და მოხდეს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. სოციალურ ქსელში პოლიციელებისა და მოქალაქეების დაპირისპირების ამსახველი ვიდეო ვრცელდება. ამ ყველაფრამდე ბიჭს ათრევდნენ საკუთარი მანქანიდან, ვინც გამოესარჩლა, ასე არ შეიძლება მოექცია ადამიანს ყველას შექმნენ. წერს თამარ ბოჭორიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ მოქალაქე შეუძლოდ გახდა. როგორც მთავარს განუცხადეს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. 40-წლიანი კონფლიქტის შემდეგ დღეს ერაყის ქალაქ სულეიმანიაში ქურთისტანის მუშათა პარტიამ განიარაღება დაიწყო. ღონისძიების ზუსტი ადგილმდებარეობა საიდუმლოა და ცერემონია უსაფრთხოების მიზნით პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. განიარაღების ამსახველი კადრები ინტერნეტში ვრცელდება. მიღწეული შეთანხმება თურქეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. საქართველოში მოქმედი IT კომპანიების 56% რუსულია. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც IT სექტორის წარმომადგენლობისთვის საქართველოს ბინადრობის მიღება მარტივდება, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გამარტივების საშუალებად იქცეს. ამის შესახებ IDFA-ის კვლევაშია საუბარი.